დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ გუშინ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კალაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საკრებულოს მაჟორიტარები თბილისელებისთვის გულშემატკივრებად, მეგობრებად და ახლობლებად იქცნენ. წარდგენილ კანდიდატებს შორის მოქმედი მაჟორიტარები და გამგებლებიც არიან. მათ შორის არ არის არც ერთი ქალი. თავად კახაკალაძე მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა. აი ეს ადამიანები ჩემთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში. აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად. იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის. მშვიდობა საქართველოს. მეტი სიკეთე თბილისს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერის კახაკალაძის მიერ დასახელებულ მაჟორიტარებს აფასებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებაში შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობა. ოპოზიციონერები ამბობენ იმასაც, რომ კალაძე თავისი გუნდით თბილისს არა განვითარებას, არამედ კორუფციას თავაზობს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცადებია, რომ ეს არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის კრიმინალური სინდიკატი, სადაც ერთადერთი ნიშანი, რითაც არჩევენ ხოლმე ადამიანებს, მათ შორის საჯარო თანამდებობებისთვის თუ მათ შორის პოლიტიკური ეგრეთ წოდებული გუნდის წევრობისთვის, სიამოვნებაში კიდევ ერთხელ კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის არის ლოიალურობა. ამიტომაც ახლა შეიძლება ვნახოთ ნებისმიერი ადამიანი ტიტუშკა დანაწყებული, მომღერლებით გაგრძელებული და დასრულებული ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლები, უბრალოდ მათი შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ ისინი არიან ლოიალურები ივანიშვილის და სხვათა შორის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ყობახიძის კლანის მიმართ. ეს არის ერთადერთი შერჩევის კრიტერიუმი, როდესაც საუბრობთ ივანიშვილის ეგრეთ წოდებული გუნდის სიამოვნებაში ბანდის წევრებს. ნახეთ ისევის ძველი გუნდი, ძველი რაზმი კახაკალაძის ძირითადად გამგეობებში დასაქმებული ადამიანები, ვინც ამ წლების განმავლობაში კახაკალაძესთან ერთად იპარავდა დედაქალაქის ბიუჯეტს. შეთავაზება არის ისევ, რომ იქნება კორუფცია, იქნება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, იქნება სამსახურებრივი გულგრილობა. ეს არის ის, რასაც 2025 წლიდან 2029 წლამდე ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი კახაკალაძე სთავაზობს თბილისს. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. მასში მონაწილეობის მიღებას არაპირებს 10 პროევროპული ოპოზიციური პარტია, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქართული ოცნების მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. 10 პარტიისგან განსხვავებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თანახმაა 3 ოპოზიციური პარტია: ველო ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის და გირჩი.